მოგესალმებით. უკრაინის ომთან და ამ ომში დასავლეთის ინტერესებთან დაკავშირებით ყოველთვის იყო შეკითხვები. ომის დაწყებიდან მე-4 წლის მიწურულს ამაზე ლაპარაკი უფრო ადვილია იმდენად, რამდენადაც იმავე დასავლეთში ძალიან ბევრი აღიარება ვნახეთ იმაზე, თუ როგორ იყენებდნენ და იყენებენ უკრაინას რუსეთთან პროქსი ომში. უკრაინის ომთან დაკავშირებით ბოლო ასეთი აღიარება გააკეთა ბრიტანეთის გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ფელდმარშალმა დევიდ რიჩარდსმა. ჩვენ უკრაინა ბრძოლისკენ წავახალისეთ, მაგრამ არ მივეცით მას გამარჯვების საშუალება. ეს რიჩარდსის სიტყვების ციტატაა და ბუნებრივია, აქვე იბადება შეკითხვა, თუ რატომ წაახალისეს უკრაინა ომისთვის და რატომ არ მისცეს მას შესაბამისი დახმარება. დახმარების საკითხთან დაკავშირებით პასუხის გაცემა უფრო მარტივია და ეს პასუხი რიჩარდსმას თავადვე გასცა. უკრაინისა და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შედარება მარტივია და იმის მოლოდინი, რომ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, მხოლოდ დილეტანტ შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ მთავარი შეკითხვა მაინც შემდეგია, რატომ წაახალისეს უკრაინა ომისკენ? ვინ იყვნენ ის უშუალო პირები, ვინც უკრაინა ომისკენ წაახალისა და რა სარგებელს ხედავს ამაში წამხალისებელი? ომთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჯერ კიდევ შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაციის წევრები აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი რუსეთის სტრატეგიული დასუსტება იყო. სტრატეგიული დასუსტება 1 და 2 წელიწადში ვერ მოხდება, ამას წლები სჭირდება. შესაბამისად, საჭირო გახდა ისეთი ქვეყნის მონახვა, რომელსაც ეს ტრაგიკული ხვედრი შეხვდებოდა ან შეახვედრებდნენ. უკრაინაში მიმდინარე ომმა ძალიან კარგად აჩვენა, რომ ევროკავშირი და ბრიუსელის ბიუროკრატია, ისევე როგორც შტატების პრეზიდენტის ყოფილი ადმინისტრაცია სრულად იყო მართული Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მიერ. ომის ფონზე ევროკავშირი კიდევ უფრო ცენტრალიზებული გახდა. ევროპული ქვეყნები დასუსტებულები და პრაქტიკულად სუვერენიტეტის გარეშე არიან დარჩენილი და უკვე ისეთ საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. ბრიტანელი ფელდმარშალის განცხადება კარგად ეხმაურება შტატების სახელმწიფო მდივნის ადრინდელ განცხადებას იმაზე, რომ ომი უკრაინაში არის პროქსი ომი შტატებსა და რუსეთს შორის. შესაბამისად გამოდის, რომ დასავლეთში ყველამ ძალიან კარგად იცოდა თუ რას აკეთებდნენ, მაგრამ უბრალო მოსახლეობის ემოციებზე მარტივად თამაშით, ისევ პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობდნენ და იღებდნენ კიდეც. როცა ომზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ისევ საქართველო უნდა გავიხსენოთ. ომის დაწყების დღიდან ნათელი იყო და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმაზე საუბრობდნენ, რომ რეალურად ეს იყო ომი ზე სახელმწიფოებს შორის უკრაინის გამოყენებით. სწორედ ამ ომში სურდათ საქართველოს ჩართვა და საქართველოს ზუსტად ისე გამოყენება, როგორც უკრაინას იყენებენ. უკრაინაში ომითა და საქართველოში მეორე ფრონტით უკვე აზრი მიეცემოდა სამხედრო მოქმედებებისკენ წაქეზებას მოლდოვაშიც. დნესტრისპირეთში რუსული სამხედრო ბაზა არის განთავსებული და შესაბამისად ძალიან მარტივი იქნებოდა მედია პროპაგანდა, რომ თუ მოლდოვა სამხედრო მოქმედებებს დაიწყებდა, უკრაინას ამით შვება ექნებოდა. ხომ გახსოვთ ზურა გირჩი როგორ იძახდა, რომ საქართველოს თავისი სამხედრო მოქმედებებით რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო უნდა დაეკავებინა საქართველოს ტერიტორიაზე. ასეთივე იქნებოდა განცხადებები მოლდოვასთან დაკავშირებითაც. დღეს კი ასეთი პოლიტიკოსებისგან მოვისმენდით სხვადასხვა აღიარებებს, რომ თურმე ომი უკრაინაში უკრაინას გამარჯვებით ვერ დასრულდება. თურმე უკრაინას სერიოზული პრობლემები აქვს. თურმე უკრაინას ომის დასრულების შემდეგ 10 მილიონი მიგრანტი სჭირდება იმისთვის, რომ ზარალი ანაზღაურდეს და ქვეყანაში სამუშაო ძალა არსებობდეს. იმავე სიტყოდნენ საქართველოზე, თუ კი ხელისუფლება Deep State-ის აგენტების, რადიკალური ოპოზიციისა და მათი რადიკალი სლავა უკრაინე აქტივისტების ზეწოლას დახვებოდა და მეორე ფრონტი გაიხსნებოდა. ბრიტანელი ფელდმარშალის აღიარებაზე ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. ჩვენ უკრაინის შემთხვევაში ის გავაკეთეთ, რომ ვუბიძგეთ ბრძოლისკენ, მაგრამ გამარჯვებისთვის საჭირო საშუალებები არ მივეცით. ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი შტაბის უფროსი ლორდ დეივიდ რიჩარდსი ინდეპენდენტის პოდკასტში World of Trouble სკანდალური აღიარებით გამოვა. იტყვის იმას, რასაც Deep State-ი დიდი ხანია მალავს. და ეს ერთადერთი ციტატა არ იქნება, რომელიც განსაკუთრებულ დატვირთვას შეიწენს. რიჩარდსი ხმამაღლა იტყვის იმასაც, რაზეც დღემდე კულისებში მხოლოდ ჩურჩულებენ. უკრაინის ომი რუსეთთან ეგზისტენციალური ბრძოლაა მხოლოდ უკრაინისთვის, მაგრამ არა დასავლეთისთვის, აცხადებს ფილდმარშალი. თუ ჩვენ თვითონ არ ჩავერთვებით მათთან ერთად ომში, რასაც არ გავაკეთებთ, რადგან უკრაინა ჩვენთვის ეგზისტენციალური პრობლემა არ არის. რუსებისთვის კი სხვათა შორის არის.
და ესეც Deep State-ის პოლიტიკის სკანდალური მხილებაა. ის აჩვენებს, რომ სიტყვიერი სოლიდარობა არის, მაგრამ ბრძოლაში ჩართვის სურვილი არა. უკრაინას ომისკენ უბიძგებენ, თავად კი განზედგანან და ომს დისტანციურად მართავენ. უკრაინა იბრძვის Deep State-ის რესურსებით, დასავლეთის იარაღით, ნატოს დაზვერვით. რიჩარდსი პირდაპირ ამბობს, პროქსი ომის ყველა ნიშანი სახეზეა. შეგიძლიათ თქვათ და მე გეთანხმებით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ერთგვარ ჰიბრიდულ ომს რუსეთთან. ეს არ არის ნამდვილი ომი. პროქსი ომი თანამედროვე პოლიტიკისა და ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენაა. ასეთ ომებში დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს პირდაპირ არ ებრძვიან. ომში ჩათრეულ ჯგუფებს მხოლოდ მხარს უჭერენ იარაღით, ფულით. რიჩარდსი ირწმუნება, რომ უკრაინას ომის მოგება არ შეუძლია. საუკეთესო რისი მიღწევაც უკრაინას შეუძლია, ეს ერთგვარი ფრეა. ასეთი ფრე უკრაინისთვის რეალურად ნიშნავს დაკარგულ ტერიტორიებს, მილიარდობით ზარალს და ქვეყნის დემოგრაფიულად დაუძლურებას. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც მისი აზრით, ომის ბედს ხვეთს, ეს ადამიანური რესურსია და არა სამხედრო ტექნიკა. ამ ხრივ კი ფილდმარშალის განმარტებით რუსეთს აშკარა უპირატესობა აქვს. ინდეპენდენტის შეკითხვაზე, საჭირო რესურსების ქონის შემთხვევაში, რამდენად შესაძლებელი იყო წარმატება, ყოფილი სპეციალური დანაყოფის ოფიცერი უპასუხებს. არა, მათ ძალა არ ეყოფოდათ. ინდეპენდენტი წერს. ფილდმარშალმა ლორდ რიჩარდსმა განაცხადა, რომ კიევი ვერ შეძლებს ვლადიმერ პუტინის ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიიდან განდევნას ნატოს ძალების დახმარების გარეშე, რომლებიც ხელს არ შეუშლიან სახმელეთო ოპერაციებს. ეს ფრაზა უბრალოდ სამხედრო შეფასება არ არის. ეს მარცხის დიაგნოზი და იმის აღიარებაა, რომ Deep State-ის თავდაპირველი სტრატეგია დაასუსტოს რუსეთი უკრაინის ხელით ჩიხში შევიდა. ლორდ რიჩარდსის ინტერვიუ სინამდვილეში უკრაინის ომის კრიზისზეა და ეს აღარ არის ერთი სამხედრო პირის შეხედულება, არამედ სამხედრო ელიტის განწყობა. ლორდ რიჩარდს დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში მინიჭებული აქვს უმაღლესი 5 ვარსკვლავიანი რანგი. ავღანეთში ნატოს ძალებს მეთაურობდა, ასე რომ გამოცდილებაც აქვს და პროფესიული შეფასების გაკეთებაც შეუძლია. განსხვავებით რუსეთთან სკანდალური სავაჭრო ურთიერთობებით ცნობილ კაია კალასისგან, რომლის კარიერაც Deep State-ის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული და არა მის პროფესიულ შესაძლებლობებზე. Deep State-ის განწყობებს სწორედ ის ახმოვანებს, ისევ ომის რიტორიკით გამოდის და ისევ თეთრ სახლს მოუწოდებს უკრაინას ფულიც მისცეს და შეიარაღებაც. ევროკავშირს სურს, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. პროქსი ომს Deep State ყოველთვის ითხოვდა. ასე იყო 2022 წლის მარტში. ომი ერთი თვის დაწყებულია. უკრაინის და რუსეთის დელეგაციები ერთმანეთს სტამბულში ხვდებიან. მოლაპარაკებების მაგიდასთან შეთანხმებასაც მიაღწევენ. დოკუმენტს შეადგენენ და ხელსაც მოაწერენ. ომის დასრულების მოლოდინი მაშინვე ჩნდება. ჯერ ტერიტორიების 6%-იც არ არის ოკუპირებული. ჯერ ათასობით ადამიანი არ არის დაღუპული. ჯერ ქვეყნის ინფრასტრუქტურა არ არის განადგურებული. და ქალაქები და სოფლები ჯერ არ არის მიწასთან სწორებული და ჯერ ომის შეჩერება კიდევ შეიძლება, მაგრამ ლონდონიდან ახალი დირექტივა მოდის. ბორის ჯონსონი ღიად იტყვის, არანაირი მოლაპარაკებები, მხოლოდ ომი. ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, იქნება თავისუფალი, სუვერენული და კვლავ აღდგება. დიდი ბრიტანეთი იმდენი ხანი იდგება თქვენს გვერდით, რამდენიც ამის საჭიროება იქნება. ასეთივე ტონი და განწყობაა ვაშინგტონშიც. Because we understand in our bones that Ukraine's fight is part of something much bigger. მოგვიანებით დავით არახამია უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი სტამბულის მოლაპარაკებებში აღიარებს, რომ მშვიდობას შანსი ბრიტანეთის პრემიერმა არ დაუტოვა. ჯონსონი კიევში ჩავიდა და ზელენსკის ომისკენ უბიძგა. რუსეთის დელეგაციას ბოლო მომენტამდე სჯეროდა, რომ განახორციელებდა ჩვენზე ზეწოლას და ჩვენ ნეიტრალიტეტის შესახებ დოკუმენტზე ხელს მოგვაწერინებდა. ეს იყო მათთვის მთავარი საკითხი. ისინი მზად იყვნენ ომის დასრულებისთვის, თუ ჩვენ ნეიტრალიტეტს გამოვაცხადებდით. ასევე დავდებდით პირობას, რომ ნატოში არ გავწევრიანდებოდით. ეს იყო მთავარი საკითხი. დანარჩენი იყო კოსმეტიკური პოლიტიკური დანამატები, როგორიც არის დენათიფიკაცია და რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა. ამაზე დასათანხმებლად პირველ რიგში კონსტიტუცია უნდა შეგვეცვალა და მეორე არ გქონდა სათანადო ნდობა რუსეთის მიმართ, რომ ისინი ყველაფერს შეასრულებდნენ. ამისთვის ჩვენ გჭირდებოდა უსაფრთხოების გარანტიები. როცა ჩვენ დავბრუნდით სტამბულიდან და ბორის ჯონსონი ჩამოვიდა კიევში, მან თქვა, რომ არავითარ შეთანხმებაზე არ მოგვეწერა ხელი და უნდა გვეომა. ხალხს არწმუნებდნენ უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს. რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. დიდ წარმატებას მალე მივაღწევთო. ბრიუსელი გამარჯვებას ასხივებს და რა თქმა უნდა ვაშინგტონიც. ყველა ერთად კი ირწმუნება, რომ გამარჯვებამდე დარჩა სიკვდილი ბოლო უკრაინელამდე. Ukraine must win this war.
ფრონტზე ტექნიკას აგზავნიან. თავად რუსეთს სანქციებს უწესებენ. იმედი აქვთ, რომ ავღანეთის ეფექტს გაიმეორებენ. პროქსი ომის პირველი კლასიკური მაგალითი სწორედ ავღანეთია. მაშინ ამერიკა და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს სწორედ აქ უპირისპირდება. ავღანეთი მათი საბრძოლო პოლიგონი ხდება. ასე იქნება 10 წელი. ბოლოს საბჭოთა კავშირი დაიშლება. ავღანეთის ფორმულის უკრაინაში გადმოტანა აჩვენებს, რამდენად არასწორი გათვლები და უტოპიური გეგმები ჰქონდა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის მიერ მართულ კოლექციურ დასავლეთს. არც სანქციებს ექნება ეფექტი და არც კიევისთვის მიწოდებულ ტექნიკას. დასავლეთის იმედი, რომ სანქციები რუსეთს ჩამოშლიდა არ გამართლდა. რუსეთი მოახერხებს ენერგორესურსების გადამისამართებას აზიაზე, ჩინეთზე, ინდოეთზე და თურქეთზე. იწყებს პარალელური ეკონომიკის შექმნას. ამცირებს დასავლურ ფინანსურ სისტემაზე დამოკიდებულებას. იზარალებს, მაგრამ ეკონომიკურ მდგომარეობას მაინც შეინარჩუნებს. ახლა შევხედოთ, რა ეფექტი ექნება სანქციებს თავად Deep State-ის კონტროლის ქვეშ მყოფი ევროკავშირისთვის. სანქციების გამო მას უწევს უარი თქვას რუსულ IAP ელექტრომატარებლებზე და ბუნებრივ რესურსს ამერიკის განყიდულობს. გაცილებით უფრო ძვირად. ძვირი გაზი და დენი კი აძვირებს ყველაფერს. კომუნალური გადასახადებიდან დაწყებული წარმოებით დასრულებული. სანქციების გამო უარს იტყვის რუსულ ბაზარზე. ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარზე მსოფლიოში. ისედაც გაძვირებულ პროდუქციას კი ვერც ადგილზე გაყიდის და ვერც ახალ ბაზარზე შეიტანს. გერმანიაში ავტოწარმოების პარალიზება იწყება. საფრანგეთში ფარმაცევტული ბიზნესი კოტრდება. ეკონომიკური ზრდა მინუსებში გადის. ახლა ფაზების მიხედვით საბრძოლო ტექნიკას გადავხედოთ. პირველი ფაზა: მსუბუქი ტაქტიკური საშუალებები, ჯაველინი და სხვა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები, მენფათს ტიპის კომპლექტები. მეორე ფაზა: ახლო და მობილური ზუსტი დარტყმები, M142 ჰაიმარსი და სხვა მსგავსი საშუალებები. მესამე ფაზა: კლასიკური არტილერია, ფართომასშტაბიანი 155 მმ-იანი არტილერიის დანადგარები და ჭურვები, დასავლური ტანკები, განსაკუთრებით ლეოპარდები. მეოთხე ფაზა: გრძელი მანძილის დარტყმები, ATACMS და სხვა გრძელმანძილიანი სისტემები, მასიური საჰაერო დაცვის დანადგარები, პატრიოტი, IRIST და სხვა, ასევე მძიმე დასავლური ტანკები, მათ შორის აბრაამსის ტიპის სისტემები. საბოლოო ეტაპი: საჰაერო სიმძლავრეები და ლოჯისტიკა, მრავალფუნქციური საბრძოლო საჰაერო სისტემა F-16 ოპერაციული ინტეგრაციით და სრულყოფილი ლოჯისტიკური უზრუნველყოფით. უფრო მეტი იარაღი და მეტი ფინანსური რესურსი რომ გაეღო დასავლეთს, ომის ბედს შემოაბრუნებდა? შეკითხვა მაინც ისმის. ამ კითხვას თავდაცვის ყოფილი შტაბის უფროსსაც რამდენჯერმე უსვამენ. ლორდ დევიდ რიჩარდსი ირწმუნება, რომ არა. კვლავაც იმეორებს, ცოცხალი ძალა, ადამიანური რესურსი მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით ისინი მაინც ვერ გაიმარჯვებდნენ. მათ საჭირო ადამიანური რესურსი არ ჰყავთ. მაგრამ რატომ არ ჰყავს უკრაინას ადამიანის რესურსი? იმიტომ, რომ პროქსი ომია და უკრაინას Deep State რუსეთის დასასუსტებლად იყენებს. თავად ომში არ ერთვება, მხოლოდ აქეზებს. და იმიტომ, რომ უკრაინელები ბრძოლის მიმართ ინტერესს კარგავენ. თითქმის ყოველდღე ჩნდება ვიდეოები, სადაც კარგად ჩანს, როგორ ძალით მიჰყავთ უკრაინელი ახალგაზრდები ფრონტზე. იჭერენ ქუჩებში, უვარდებიან სახლებში, უსაფრთხოებიან ეზოებში და გადმოჰყავთ მანქანებიდან. ბრძოლის უნარიან მოსახლეობას ურჩევნია გაიქცეს. Deep State-ის შეძახილები და ზელენსკის ხელისუფლების პატრიოტული რეპლიკები აღარ მუშაობს. ფრონტზე გადაღლილობაა. როტაციისთვის რესურსი არ არის. ზელენსკი ექსტრემალურ ზომებს მიმართავს. გაწვევის ასაკს რამდენჯერმე დაწევს. ქალების სავალდებულო გაწვევაზე საუბრობს და ფრონტზე უკვე ხანდაზმულ ან ჯანმრთელობა შერყეულ პირებსაც აგზავნის. იშლება დიდი პროპაგანდა. სპეციალური სარეკლამო რგოლები უკრაინელებს ომში წასვლის სანაცვლოდ სოლიდურ ფულს პირდებიან. ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს. უკრაინელებს ბრძოლის мотиваცია ეკარგებათ. მათ შორის იმ კორუფციული ფაქტების გამო, რომელიც საერთაშორისო მედიაში წლებია უკვე იბეჭდება. რა თქმა უნდა, რთულია თან გმირი ითამაშო. უკრაინის თავისუფლებაზე ისაუბრო, ხალხი საბრძოლველად დამუხტო და თან ამ ომზე საკუთარი ხალხის სიკვდილზე, საკუთარი ქვეყნის ნგრევაზე დიდი ფული აკეთო. რთულია იმიტომ, რომ ლეგენდას აზიანებს. ფაქტები სერიოზული და სკანდალურია. თანაც იმდენად, რომ კიევში National Media Talk 2023 კონფერენციაზე ზელენსკი მედიას მოსთხოვს არ გააშუქონ კორუფციული სკანდალები, მაგრამ სკანდალები დღემდე იბეჭდება. კორუფცია სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს. უკრაინელები ხედავენ, რომ ისინი ომობენ, ყოველდღეს სიკვდილს უყურებენ. მათი ოჯახის წევრები საფრთხისა და რისკის ქვეშ არიან. ზელენსკი და მისი ვერტიკალი კი მდიდრდება. ომზე ფულს აკეთებენ. ახლახან გამოცემამ ბერლინა Zeitung გამოაქვეყნა სტატია სათაურით. კორუფცია უკრაინაში. გერმანული ფული უძირო ორმოში იძირება. გამოცემა წერს, რომ ზელენსკის რეპუტაცია
რეპუტაცია არამხოლოდ უკრაინაში, ევროპაშიც ეცემა. ევროკავშირში კიევის რეჟიმის კორუფციის შესახებ საუბარი კი სულ უფრო ხმამაღლა ისმის. გერმანიაში იმედგაცრუება იზრდება. მილიარდობით ევროს დახმარება როგორც ჩანს წყალში ჩაიყარა. გერმანიის მოქალაქეები და გადასახადების გადამხდელები კითხვას სვამენ. შემთხვევით ხომ არ მიედინება უძირო ორმოში მათი ფული, რომელიც უკრაინელი ხალხის დახმარებისთვის იყო გამოყოფილი. და ბერლინი მარტო არ არის ამ განწყობაში. ფრუსტრაცია ევროპის სხვა დედაქალაქებშიც ჩნდება. ბერლინაც აითუნგი წერს. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინულ მედიაში მხოლოდ ერთი საკითხია მთავარი: კორუფცია. უკრაინელი ჟურნალისტები ჩივიან, რომ ქვეყნის ანტიკორუფციული ორგანოები ეფექტიანად ვერ მუშაობენ. ომი გამოდის, რომ მისთვის ბიზნესია. უკრაინელები კვდებიან, ის ფულს შოულობს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არ არის მის ინტერესებში ომის დასრულება და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. ახლა ტრამპს ხვდება მხოლოდ იმისთვის, რომ დაარწმუნოს, კიევი მზად არის იომოს. ამჯერად ტომაჰაუკებს ითხოვს. თუმცა ცოცხალი ძალა არ ჰყავს. რუსეთი ყოველდღე ახალ ტერიტორიებს იკავებს. ზელენსკის ევროპელი მოკავშირეები კი იმ წინ რესურსებსაც ვერ უყრიან თავს, რასაც ომის საწყის ეტაპზე. საკუთარ სანქციებს უკვე თავადვე არყვევენ. ეკონომიკა რომ შეინარჩუნონ, რუსულ იაფ ელექტრომატარებლებს შავ ბაზარზე ყიდულობენ. ზელენსკი აღარ არის ბოროტებასთან ბრძოლის სიმბოლო. ომს აგებს და ქვეყანას კარგავს. სწორედ ამ და ასეთ დამანგრეველ პროქსიომში ითრევდა საქართველოს დიპსტეითი. მისი მოკავშირეები საქართველოში, რადიკალები ოპოზიციაში და NGO-შნიკები ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო საზოგადოებაში თავიდანვე ომს ითხოვდნენ. ალბათ ხდება მომენტი, რომ შეიძლება რაღაც ბომბებისგან მიღებული რაღაცა ცეცხლი უფრო სჯობდეს იმ სირცხვილს და იმ წვას, ხო, რაც თუნდაც ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ალბათ ძალიან ბევრმა ქართველმა ვიგრძენით. როცა გაბრალებენ, რომ აბა ომი გინდათ, თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისათვის თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა. ომის პარტია დამიძახოთ, ჩემი ქვეყნისთვის ომიც მოსულა, კი, მოსულა, გაიგეთ, ყველამ გაიგეთ. ფრონტის გახსნისკენ მოგვიწოდებდნენ. ომით ყველა იღლება, მათ შორის რიგითი ამერიკელიც. ამიტომაც ბაიდენის ადმინისტრაცია არჩევნებს აგებს. პრეზიდენტი ტრამპი ღიად აცხადებს, რომ მისი მთავარი ინტერესი ომის დასრულებაა. თუმცა დიპსტეითი არა მხოლოდ უკრაინის მარიონეტულ მთავრობას იყენებს თეთრ სახლზე ზეწოლისთვის, არამედ ევროპელ ლიდერებსაც. დიდი სახელმწიფოების პოლიგონად საქართველოს გამოყენების მოწოდებები ისმის თბილისიდანაც. გამოცემა The Hills სალომე ზურაბიშვილის ციტატები მოჰყავს, საიდანაც კარგად ჩანს, როგორც თავაზობს ზურაბიშვილი შტატებს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს გააქტიურებას და გამოყენებას. და მხოლოდ ქართული ოცნების პოლიტიკის დამსახურებაა, რომ საქართველო პროქსი ომის ხაფანგში არ აღმოჩნდა. ქვეყანამ შეინარჩუნა სტაბილურობა, მშვიდობა და განვითარება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერესების დაცვა. ადასტურებს, რომ მხოლოდ ხალხის საჭიროებების დაცვა და თანამედროვე გამოწვევებზე სწორი პასუხი იძლევა წარმატებას. ახლა რაც შეეხება იმას, თუ ვინ იყო ომის წამხალისებელი, ანუ Deep State-ის, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთების შემსრულებელი. ბრიტანული გამოცემა Guardian-ი სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ბრიტანული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინტერესებზე უკრაინის ომში. სტატიაში საუბარია გაჟონილი დოკუმენტების შესახებ, რომლებიც ნათელსფენს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას კრისტოფერ ჰარბორნთან, ერთ-ერთი ბრიტანული სამხედრო კომპანიის აქციონერთან, რომლის კომპანიაც დრონებს აწარმოებს და დიდი ალბათობით უკრაინას ამარაგებს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, 2023 წლის სექტემბერში ბორის ჯონსონი, უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა. მასთან ახლდნენ თანაშემწეები დაცვა და კრისტოფერ ჰარბორნი, რომელმაც მას პირადად 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაურიცხა. თუ გავიხსენებთ დავით არახამიას აღიარებას, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები სწორედ ბორის ჯონსონმა ჩაშალა, Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ უფრო მეტ ნათელს მოჰფენს დასავლელი პოლიტიკოსებისა და კორპორაციების ინტერესებს უკრაინის ომთან დაკავშირებით. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.